მოგესალმებით და გიბრუნდით ახალი ვიდეოთი. ვაგრძელებთ კორას, დღეს უნდა ვნახოთ წიგნი პირველი, თავი მეორე. სათავრებს, როგორც უკვე თქვი, არ ვნახულობ, იმიტომ რომ იქნება სერიაში, რაც ძალიან მაგარია სიმართლე ხედავ და რომელ ბუსახსიც არ ვიზავდი ხოლმე მაგას. პირდაპირ არ ეწეროს იქო სათავური იმ ასე ვიდეოებზე. მაგრამ ხო წინა სერია საინტერესო იყო, გაგვაცნეს ახალი პერსონაჟები, კორა რა თქმა უნდა, ტენზინი ანგის შვილი, ლინი ტოფის შვილი და კიდევ ნუ ხო ანგის ტენზინის ოჯახის შვილები, ცოლი და ის რა ქვია ფინავი ბიზონი კიდე მაგ ბიზონზე კიდევ ვერ მივხვდი, ანუ აპა ხო ბოლო იყო ბიზონი და როგორ ანუ საიდან ეს ახალი როგორ გამრავლდა, მაგრამ ალბათ აგვიხსნიან მაგას მე. იმედია აგვიხსნიან, რა ვიცი. საინტერესოა უბრალოდ. და ხო, ახლა კორამ უნდა ისწავლოს ჰაერის მართვა ძალიან მაინტერესებს, რომ წესით ჰაერის მართვის სწავლამ ცოტა უნდა შეცვალოს კორა უკეთესისკენ, იმიტომ რომ როგორც უკვე თქვა თეთრმელოდოსმა, კორას ანუ ძირითადად ყოველთვის უპირატესობას ანიჭებდა ფიზიკურ ძალას და საერთოდ ყოველდღიურ არ აქცევდა სულიერს და ჰაერს ახლა ვიცით, რომ ჰაერის მმართველებს სულიერად უფრო დიდი კავშირი აქვთ ხოლმე თავიანთ თემასთან. ანუ ზოგადად სულიერად რა უფრო ძლიერები არიან კავშირსაც რო თავი დავანებოთ. და ხო ჰაერის უკანასკნელ ბრძანებელში ახლა იყო რამდენიმე გურუს სერია რო იყო ჩაკრაზე. აპრენოს მაგისე კიდე ჰაერის ხალხი აგვიხსნეს. რაც საჭირო იყო, ამიტომ ხო. ძალიან საინტერესოა. იმენა ჰაერის მართვის გაკვეთილები უფრო მაინტერესებს, იმიტომ რომ ყველაზე ნაკლებად ავატარში ზუსტად ეგ ნახეთ და ის ფაქტი რომ წიგნს ქვია, ანუ ჰაერი, სეზონს ამ წიგნს ბევრზე მეტყველებს. ნუ ასე უნდა დავჭდე. ზადგილი რო შევიცვალე. ცოტა ისეთია, მაგრამ რავი, მე მგონი არ არის ცუდი. აი, OBS ჩერტული მაქვს. რავი, და ნუ ხო კიდე ის მართველების და ბრძანებლების და არამბრძანებლების დაპირისპირება საინტერესო თემა. დავიწყეთ ლეგენდა კორაზე, წიგნი პირველი, თავი მეორე, 3, 2, 1. მიწა. ცეცხლი. ჰაერი. წალი. ხოლო ავატარ შეუძლია 4 ელემენტის მართვა და მსოფლიოში ბალანსის დამყარება. შემოკლებული ვერსია. ლეგენდა კორას შესახებ. დავწევ. რეპუბლიკსიტი მიესალმება და გაშლილი ხელებით იღებს თავის ახალ მოქალაქეს ავატარ კორას. ეს წინა სერიებში გამარტოებით გადაღებული სერიაში მიწისა და ცეცხლის მმართველ სურს ისწავლოს ჰაერის დამორჩილება. ტენზინის ავატარ ანგის შვილის დახმარებით ის ბევრს მიაღწევს, მაგრამ შეძლებს კი მშვიდი და წონასწორებული ოთხად გაუგონარი თინეიჯერის დაწყნარებას. წესით უნდა შეძლეს. ჰაერი. ფოთოლი ქარში. ფოთოლი ქარში. ბოლოს ფინალურ რაუნდში კრაზანაძერებმა ნოკაუტით გაიმარჯვეს. დღეს არენაზე წასვლაზე რა აზრის ხარ? რამდენიმე მატჩს ნახავდით? ეს სპორტისტიკის მართვის დაცინვაა. კარგი რა ტენზინ. პროფესიონალური მართვის მატჩზე დასწრებაზე ბავშვობიდან ვოცნებობ. ახლა კი არენასთან ახლოს ვართ. კორა შენაკ გასართობად სწავლის დასამთავრებლად. იმასია, სპორტია რა ჯერობით კუნძულიდან არ გახვიდე. ამიტომ როგორც იმაში ავატარში. ყველა მოძრაობა აკონტროლონ. თეთრი ლოტოსი მართვის აქეცა. სასწავლად წყნარი მშვიდი გარემო გჭირდება, სადაც ყურადღება არ გაგეფანტება. თეთრი ლოტოსი როგორც ვთქვი, აღარაა ფარული ორგანიზაცია, ანუ აღარ იმალება უკვე ყველა მიცის მათი არსებობის შესახებ, რაც ის ომის ამბავი მოხდა აიროს სასწავლად. მართვა არასდროს გამოგდიოდა. ნეტა რატო? არც კი ვიცი რატომ. ეს ფორმა ძალიან მიადვილდება, მაგრამ როგორც კი ჰაერის მართვას ვცდი,
არაფერი. ყველაფერი კარგად აუგებთ, მოთმინება გჭირდება. ძირითადად ელემენტი, რომლის მართვაც ავატარს უჭირს, მისი შინაგანი სამყაროს საწინააღმდეგოა. ანგის მიწა იყო. როგორც უკვე მიხვდით, ჩემთვის ჰაერია. მაგრამ წესით გავიცოთ შენი პირველი მაგრამ გაკვეთა. წესით ცეცხლი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ როკუსთვის, როგორც ცეცხლის მართვისთვის წყალი იყო. ჰაერი უნდა მართოს. ანგისთვის ბიცა. ეს ჰაერის მართვის სწავლების ძველი და გამოცდილი მაგრამ მეთოდი, წესით საწინააღმდეგო ჰაერი არა. იმდენად ოჭედავს. მიზანი ის არის მეორე მხარეს ისე მოხდა, რომ კარს არ შეეხო. საკმაოდ მარტივი ჩანს. კაი, ესეთ გადავტვირთო. ან სხვა ფლერის სული რა დახჭირს ამ კორას ვანს ვერ ვიგებ. თან ხომ ანუ იმის თქმას მინდოდა რომ წესით ხო ცეცხლი უნდა იყოს. ან ლოგიკურად ცეცხლის მართვა ყველაზე მეტად უნდა უჭირდეს, მაგრამ უკვე არ ითვისა და მიგვირს რომ ამბობენ რომ კორასთვის ჰაერია ყველაზე რთული. უბრალოდ ვახშები რა ხმა მოხდა. ანუ როგორც წესი ასეთი რაღაც არ იყო მაშინ შინაგან ბუნებას თუ შინაგან სამყაროს რო ეწინააღმდეგებოდესო ეგრევე იმაზე გადადიოდნენ. მართლობის წესით. Ну, მიხვდით რასაც გულისხმობს. ცოტა ვერ ვაპარაკობთ ან ამას რო აქცევ ყურადღებას ბოდიშით. კაი ხო. იმედი აღარ გაჭედავს 3 2 1. ხო. საკმაოდ მარტივი. ახლა ხმა დაბა. და გაკეთება საკარები მოძრაობს. ყველა საიტზე ეგრეა, რა თარგმანია? თავარი აზრი ის არის, რომ ფოთოლს უნდა დაემსგავსო. გარების მოძრა. ჯინო რა გაჩვენებს? ჰაერის მართვა მთლიანად მოძრაობაზეა დამოკიდებული. როდესაც წინააღმდეგობა გვხვდება, მაშინვე უნდა შეძლო მიმართულების ცვლა. ჯინორა როგორც ჩანს უკვე კარგი მართველია. კარგი, ცდი. ვაუ. ყველა სეტაკება მოდ. მუჩქარობ. გზას ვერ გაიგო. იცეპე, ხარს ახევი. ფათალი გახდა. ეს ბავშვი. აუ. ჰაერის მართვა. ვაუ, ის რა მჭირს? ჰაერის მართვა. ამას ვამბობ, ანუ ცეცხლი უკეთესად რატომ გამოდის ვიდრე ბატონებო და ბატონებო, პროფესიონალური მართვის არენიდან. დღეს აქ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები გაგრძელდება. ხელი მოკიდეთ ბავშვებს, დღეს აქ ცეცხლი დატრიალდება. ხილად იყავით. მაკო შეტევაზე გადადის. იომო უკან ვარდება. დრო იწურება. შეძლებს კი იომო გამაგრებას. ის კიდეს უახლოვდება. ცეცხლოვანი ცვინები იგებენ. გეთიში. გორა ხომოდია. აუ, ბენზინ. საუკეთესო მომენტზე გამორთე. მეგონა ყველაფერი გასაგებად აგიხსენი. არ მინდა ამ სისულელეს უსმინო. რატომ რა? ეს რადიოა. სპორტია შუა. შენ თქვი რომ არ გინდოდა მეყურებინა. მოსმენას მაგრამ მომენტხო ანუ ჰაერის მართვისთვის ასეთი სირაც სპორტის ვიგულისხმე. ანუ სპორტის სამსახიობის კარგი, ახლა მოსმენას წაიარს კარგი ასო. ვაი თუ მომდეს მე თვითონ მონაწილეობის მიღება და იმას ხარ ქვია. вообще სხვა მართლობის წავედის. გონი ყველაფერს არასწორად ვაკეთებ. გასაკეთებელი არაფერია, შენი გონება და სული გაათავისუფლე. ჰაერი თავისუფლების ელემენტია. რაგაცინებს. შენ მეუბნები თავისუფლებას ეზიარეო, მაგრამ რადიოსმენის უფლება. კონძოლის დატოვებაზე აღარაფერს ვამბობ. ხო, გორა. ილუშ შეხედე. თავისუფლად შეუძლია მედიტაცია. ძინავს.
მგონი ძინავს. კი. რა? შვიდად მაინც ხომ არის? ჰაერის მართვას მაინც ვერაფერი გაუგე. ვიცი რომ გაბრაზებული ხარ, მაგრამ ეს ყველაფერი შედეგს გამოიღებს. ერთ დღეს ყველაფერი ერთად შეიძენს აზრს. ხო, მაგრამ ჯერ არ ის. ჩიკაწვენს დავლენ. კორა, მედიტაცია ჯერ არ დაგვიმთავრებია. მამა შეიძლება წვენი მეც დავლიო? არა. უბრალოდ გოგო вообще არ აქცევს ალბათ ყურადღებას. ნუ ყველაზე გამოცდილი და ყველაზე კარგად ბავშვებიდან ეგ მართავს ჰაერს. დანარჩენებს вообще შეუძლიათ ჰაერის მართვა? არ მახსოვს ნახეთ თუ არა, მაგრამ მგონი ჯერჯერობით მარტო უფროსმა გოგონას. ეს მომენტ ნიმისი ტენზინის ცოლი სადაურიან ჰაერის მის მართვლის ფორმაში კი არის გამოწყობილი, მაგრამ ჰაერის მართველი ხო არ იქნება რეალურად, მაგრამ რა ვიცი. ანუ იმას ვამბობ, რომ შეიძლება თუ არა რომელიმე ბავშვი არ იყოს ჰაერის მართველი, მაგრამ ანუ вообще მარტო უფროსი გოგო იყოს. მაგრამ რატო გააკეთებინებდა ამ ვარჯიშებს ტენზინი? საშეიპარე ახლა ყოლა. აგრეს აკეთებ. ტუალეტს ვეძებდი და დავიკარგე. ნაცადი ხერხია. უკვე დამღალ. დაცვასთან მიმყავ ხარ. არა მოიცა. აი სათყოფილ ხარ. ყველგან გეძებ. ვაუ. ყველაფერი კარგად დაატოვა, ის ჩემთანაა. ხო, მასთან ვარ. ხვდები ჩვენ ერთად ვართ. ერთად მაგრამ როგორც მეგობრები. ხო, მეგობრები. არა, იმის თქმა კი არ მინდოდა რომ. კი გინდოდა. გინდოდა. მაინტერესებს რა ხართ. სამუშაო მაქვს. აქეთ მოგზანდით მის. გმადლობა. მადლობა. დიდი მადლობა. ჯიგარი ხარ. რას ვიქრობ? საუკეთესო ადგილები არა? დაუჯერებელია. ეს იმაზე უკეთესია, ვიდრე წარმომედგინა. მე ბოლინი ვარ სხვათა შორის. ბოლინი. ბოლინ. ჰა. ხომ გითხარი შენი შეშლილი თაყვანის მცემლები აქ ნუ მოყავს მეთქი. ახლავე გაიყვანი აქედან. კარგი რა, მაკო. მაკო, ეს ის არის რადიოში ვაცხარებდა. მაკო, აიროს გამხმოვანებელს არის, ხო? ვიცი. მოდი, მინდა ჩემი ძმა, მაკო გაგაცნო. ამას ნახავ. რადიოში გავიგე შენი სახელი. თუ წამოდი, მის საპატრიოტიზმოდ დაერქოს. ვაუ. სხვა დროს შევხვდები. გუდის გიხდი. შენი ძმა თამაშის წინ ყოველთვის დაძაბულია. უნდა წავიდე. წარმატება მისურვე, კარგი? ყოველი შემთხვევისთვის. წარმატებებს გისურვებ. უნდა გაიმარჯვო. ოკეი. წარმოგიდგენთ ცეცხლოვან ხრცვინებს. ცეცხლოვან ხრცვინებს. ხარ ბოლინ. ხრცვინებმა ამ სეზონში ბოლის იმაზე მეც ფანილი მიაღწიეს ყავს. ვიდრეოდეს მე. დღეს კი მათ ყველაზე დიდი ბრძოლა ელით. დაიწყო. გუნდები დროს არ კარგავენ. ჰასუკი პირველი გრძნობს მოწინააღმდეგის შეტევას. ის სამაგიეროს გადახდას ცდილობს, ანუ რა წყალში მე ჩაყარონ ერთმანეთს. ტაიგერ დოლისმა ორი კომბო მოაგროვა. შეძლებს გუნდი პირველ ზონაში დარჩენას. მოდით ვნახოთ. უფ. გადაკვეთეს. ასაგებია. მაკო ხაზია. ტაიგერ დოლის იმწვანე მარაოს და ხრცვინების ვა, საინტერესოა. როგორც ჩანს, ჰესუკი გასაჭირშია. ის მესამე ზონაშია. ესუკის არ გამართლა და და ჰესუკი ვარდება. რო არ გამომართლა. მეორე რაუნდში შემოგვიერთდება. იმედია ცნობილი ძმები შეძლებენ მეორე რაუნდამდე გაძლებას. ორივე. პირველი რაუნდი დასრულებულია. გაიმარჯვა ტაიგერ დილოსმა. ამოქაჩავენ ახლა. ნუ იმედია. მიდი ჰესუკ. უნდა შეძლო. მიდი ჰესუკ. ცეცხლოვანი ხრცვინები მეორე ზონაში არიან გადავარდნილი. უფ. ეკოფა, როჩენს არა.
Tiger Dilosი დაწინაურდა. კიდევ ერთი ფინალური რაუნდია დარჩენილი. ჰასუკი წონასწორობას კარგავს და საკუთარი გუნდის წევრს ეცემა. უმჯობესი იქნება მან და ბოლი გაითავისუფლოს. არა. ახლა ყველაფერი მაკოს ხელშია. მიდი მაკო. გასიცავს, მაგრამ შეტევაზე არ გადადის. თუ მაკოც დაეცემა, მაშინ გრძვინებისთვის სეზონი დასრულდება. რინგის კიდესთან ცეკვავს და სამი ერთზე შეტევას უმკლავდება. როგორც ჩანს, გეგმავს, რომ Tiger Dilosებს აცდის ერთმანეთის მოთმას. მისი გეგმა კარგად მუშაობს. გავარდა. არაჩვეულებრივია. მაკომ დაიწყო შეტევა. ახლა თამაში 2-1-ია. არა, 1-1-ზე. არაჩვეულებრივია. ცეცხლისა და მიწის დაპირისპირება. სამხულწმოდ მარტო მოიგო ყველას. მაკომ დამარცხა მოწინააღმდეგე და თამაში მოიგო. გასაგებია ეს სამი ანუ უმეტესობა უნდა მოიგოს და მე ისიც განათდება მეოთხე. მაგარია. ერთი მოგებაც და ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვართ. მაგარია. რას ფიქრობ, კორა? ბოლინი მე მაგარია. მგონი მაკო უფრო დაევასა. გადასარევია. შენ უფრო მეტი დააშავე, ვიდრე სარგებელი მოიტანე. კი ნაღან წაგვაგებინე. მოვიგეთ არა? ძლივს. თავი დამანებე. გამოუსადეგარი. შესანიშნავები იყავით, განსაკუთრებით შენ, მისტერ ჰეტტრიკ. შენ ისევ აქ ხარ? შენ ისევ უხეში ხარ? მთელი ჩემი ცხოვრება სტიქის მართვას ვსწავლობ, მაგრამ ასეთი მოძრაობა არასოდეს გამომსვლია. სამყაროა. არ გინდა ცოტა რამ მასწავლო? რა თქმა უნდა. ახლა? კარგი რა, ბოლინ. ყურადღება არ მიაქციო. ძირითადს გასწავლი. არ ვიცი ჩემი მიწის მართვა, შენს წყლის მართვასთან როგორ დაკავშირდება, მაგრამ როგორ მე დაკავშირდება? ეგ პრობლემა არ იქნება, მე მიწის მართველი ვარ. მოდიში. არა, არ მინდოდა რამე მე ვარაუდა, მაგრამ მე უბრალოდ ვიფიქრე, ფორმის გამო. შენი ტანსაცმელი წყლის ტომიდან იყავი. ო, მართალი ხარ, წყლის მართველი ვარ. ცეცხლისაც. ახლა უკვე დავიბე. ტიპი მიხვდა. შენ ავატარი ხარ, მე კი იდიოტი. მართალი ხარ. არ არსებობს. ავატარი? ავატარია. კარგი, მაჩვენე რა შეგიძლია. შესანიშნავია. მიწაში ვარჯიშობდა. უსავით ნელი გამოჩნდები. გაიმართე და ფეხი გაასწორე. თითებს დაეყრდენი. ახლა კი ძალა დაატანე. აი ასე. კარგი, კიდევ ვცადოთ. ბენზინს ეს არ მოეწონება. კარგად გამოდის. ძალიან ბუნებრივი ხარ. ცუდი არ არის. რა უნდა გავაკეთო ეს რომ გავაკვირო? რა? მე ვთქვი ცუდი არ არის მეტი. იცით რა, უკვე გვიანია. უნდა დავწვე. თქვენ გაერთეთ. სიამოვნო იყო შენი გაცნობა, ავატარო კორა. შემიგაი. მართლა სასიამოვნო იყო. შენ ზემოთ შეხვდები. ზემოთ? თქვენ აქ ცხოვრობთ? სხვენში. დიდი არაფერი, მაგრამ სამაგიეროდ კარგი ხედები გვაქვს. ახლა ისევ მართვას დაუბრუნდეთ. კომბოს როგორ აკეთებ? აი, ეს ცოტა გაუჭირა. არა, სერიოზულად ანუ. ისეთ რა. აი, მე ამას ვისწავლი და სიამოვნებით. საინტერესო ჩემ. მე ჩიმოკორა. რა ჩემ თემას საკეთებ? ესეც რეგრესი ხო თქვი რომ სულ დაისახება თქო. ეს 200 წლის წინანდელი ისტორიული განცია. რა დაგემართა? რა მოხდა? არაფერი დამმართნია. ვარჯიშობდი როგორც შენ მასწავლე, მაგრამ არაფერი გამომდის. ვერაფერს ვიგებ. კორა, მას ძალით ვერ მიაღწევ. უბრალოდ უნდა მომისმინო და გისმენ, იცას ვფიქრობ, იქნებ პრობლემა ჩემში არ არის. იქნებ ჰაერის მართვას იმიტომ ვერ ვსწავლობ, რომ ცუდი მასწავლებელი ხარ. კორა. მასწავლებელი ხარ, მამი. ჩეი. რეგიჟია ეს ბავშვი. გოგოინა ის ხარეს არიან კარგია. ვიღაცა მაინც უჭერს ხარს საწოდავს. კადრი და ვაფშე კაი კადრებია ეს კუნძულების. ყველა აქ არის. კორა სად არის? სიმართლე გითხრა პენ, მაგ გოგოსაც არ ვიცი როგორ გავაგებინო.
ახლა მხოლოდ ის შეგიძლია რომ მას ცოტა თავისუფლება მისცე. უნდა დამბირდეთ, რომ თქვენი თინეიჯერობის წლები სხვანაირი იქნება. არაფერს დაგპირდები. რაც მეეჭვება რომ ეს უფროსი გოგო კორასნაირი იყოს. თამაში არ გამომიტოვები არა? ისე გამოიყურები თითქოს უკვე წააგეთ. ჯობდა წაგვიქვა. ხასუკი არაფრად ვარგა. ორი წუთი გეძლება არენაზე მეგონი მოსასვლელად მივხვდიაც უარა და მოხდება. დისკვალიფიცირებულები იქნებით. ყველაფერი წყალში ჩაგვიყვანა. ჰასუკის ჩანაცვლებს კორა. სხვა გუნდმა რომ შეგცვალოთ არ შეიძლება? არა, წესების მიხედვით მხოლოდ ერთ გუნდთან უნდა ითამაშო. მაშინ ჩემზე რა სიტყვის? მე უმაღლესი დონის წყლის მმართველი ვარ. წლის მართვა. შენ ავატარი ხარ. თაღლითობა არ გამოგვიყვება. თუ მხოლოდ წყალს გამოცვეთში, თუ მარტო წყალს გამოიქმნებს არა. დავნებდებით რა იდიოტს დავემს წადი და დაანებდი ძმაო მაშინ. დროა მოიწურა, გამოდიხარ თუ არა? გამოვდივარ. ახლა? ხო, მე არ დავთანხმებულ ვარ. მადლობა მერე მითხარი. ეს გოგო შეშლილია. კი. ცეცხლოვანმა ქცვინებმა უკანასკნელ წუთებში გამოიყენეს შემცვლელი წყლის მმართველი. ნახოთ ისიც თუ ამ ძმები ძლიერია. ძალიან განსაკუთრებული არაფერი გააკეთო, საერთოდ არაფერი გააკეთო, უბრალოდ ეცადე არ გადავარდე. სეგები კაპიტანო. მოთამაშეები მზად არიან? ქუდი ან დიდი აქვს ან სწორედ ახლოს. ჩაფხუდი იყოს სწორედ ეს. კაცი გადავარდა. ცეცხლოვანი ქცვინები ჯარიმდებიან. ერთი ზონით უკან დაიხიეთ. რა? რატომ? მხოლოდ უკნიდან შეგიძლია გადააგდო. გვერდებიდან ნუ პრინციპში ლოგიკურია, იმიტომ რომ ეს მაგრამ არ მგონია ხაზები ხოლმე გადაგვეცვა. წოდეს რაც აკეთებს. ხაზ გადაცდი, მესამე ზონაში გადადი. ხაზიდან გადასვლას გაჩვენებ. ლატიპუს BRC იგებს პირველ ტაიმს. მათიციან რა უნდა გააკეთონ. როგორც ჩანს, რეალურად არ გამოვიდოდნენ და ორ წამში წააგებდნენ, ან ცოტა გვიან წააგებენ ახლა. აიმე წყლის მმართველმა მიწის მართვა გამოიყენა. ორა გაჩერდით. გონი სწორად დავინახე. ახლა მსაჯის ოფიციალურ განცხადებას ველოდებით. გონი ეს შემცვლელი შეიძლება იყოს არა, გამორიცხულია. მომიტევეთ, მაგრამ ეს კორა ნახეთ. დიახ, ავატარია ხალხო, პროფესიონალურ მართვაში თამაშობს. ჯერათ? მე თვითონ მოვიყვან. ტენზინ ავატარ შეუძლია დაერხა კორას. იგი მხოლოდ წყალს მართავს. სამართლიანია რა გინდათ. ეს გოგო შეიძლება ავატარია, მაგრამ პროფესიონალი მოთამაშე ნამდვილად არ არის. და ეს პლატიპუს ბიარებმა ეს პირველი თამაშია, იმიტომ. მთელი ძალით უტევენ. და ის გადავარდა. მაგრამ წილად მალე ამოვა მართლობისგან. ოპა. გამარჯობა ტენზინი. მეგონა ეს თამაშები არ მოგწონდა. კი. ისევ დაარღვია ჩემი ბრძანება, კუნძულზე უნდა დარჩენილიყავი. წამოდი. სწრაფად. არა. შუა გზაზე ვერ შევწყვეტ. მე ყველანაირად დამემორჩილებინე, მაგრამ შენ მხოლოდ ძალას ემორჩილები. ამიტომ გიბრძანებ მონასტერში დაბრუნდე. ახლავე. მთელი დღე ვიჯდი და ვიფიქრო, როგორც უდად გამომდის ჰაერის მართვა. უკვე იმას ვფიქრობ, რომ იქნება არსებობს მიზეზი, რატომაც არ გამომდის. მე სულაც არ მჭირდება. არა. რა? რაც ისულელეს ამბობ. ავატარმა ჰაერის მართვა უნდა იცოდეს, ეს ასარჩევი არ არის. არა. ეს უნდა ვისწავლო. თანამედროვე ბრძოლა. ავატარა ყოფნაში მთავარი რეალურად შეიძლება ორივე ისწავლო. ის გაიგები. თამაში აი ეს მართვის სწავლა საჭიროა. ლატიპუს ბიარებმა მოიგეს მეორე ტაიმი. რაც პოჩი ორივე მართალია, ანუ იმაში არ არის მართალი კორა, რომ ჰაერის მართვა არ სჭირდება, მაგრამ ლატიპუს ბიარები შეიძლება ორივე ისწავლოს, სადღაც არა. იმიტომ რომ ეს სპორტი მართლა გარკვეულ ჩანს. წეული და ავატარს ერეხმატია. რეალურად სიმართლეს გეტყვით, თუ რო არსებობდეს სინამდვილეში და ბრძანებელი რომ ვიყო, მე მივიღებდი მონაწილეობას. ავატარის პროფესიონალი თუ დავიშვებდნენ. შეგვეტანა. ის მესამე ზონაში გადავარდა. ახლა მხოლოდ დროის საკითხია. აი, ისიც დაბრუნდა. ახლა სრულიად დაიცა. მოძრაობს. ჰაერის მოძრაობებს იკანებს. შიკარგება. ჰაერის მართვების მოძრაობებს იკანებს. ამაზე რა სიტყვა? აჰა. ვაუ. ბიარები ძალიან დაიღალნენ. მარკო და ბოლინი კი დასვენებულები არიან.
მიდით მაკოლ და ბოლინი შევიტევენ ახლა ბათუმის ფერებს და რაც სამივე ერთად ისე წავიდა მოგება ამათ ხელშია. ნოკდაუნი. დენზი. შინებმა მოიგეს. მოგება დაისახურეს. ავატარის ესრეიკო. გაგისწორდა ხო? რომ მაცა. ოჩა, არა ჩაულებელი. რანაირად? ორი მოგება ქონდათ იმათ და ერთი ამას და რანაირად? ბოლო დაიმში მართლაც გამოცოცხლდი. მართლა ძალიან ბუნებრივი იყავი. შენ წვანე თვალები არ ქონდა? მადლობ, მაგრამ ყველაფერი მე არ გამიკეთებია. ეს მოძრაობები ვიღაცამ მასწავლა. ხო. ძალიან მწუხარია ხარ. ყველაფრის გამო. ჩემს თავზე ვარ გაბრაზებული, რომ ბრაზი ჩემს მაგრამ დაიერო ბოდიში მოიხანა. ბოდიში მეც უნდა მოგიხადო, ვცდილობდი მოთმინება მესწავლებინა, მაგრამ თვითონ დავკარგე. ყველაფერმა ასე ჩაიგდო. გებია რატომაც. სხვათა შორის მართლა მაგარი იყავი. კი. ჰაერის მმართველივით მოძრაობდი. შენ დარჩი და მიყურე. პროფესიონალური მართვა შენთვის კარგი გაკვეთილი გამოდგა. შემდეგ ასაკვირად, მეგონა უფრო ნეგატიურად დაისახებოდა. ხვალდივით შევხვდებით ჰაერის მართვის გაკვეთილზე. სხვათა შორის დროებით ცეცხლოვან ქრცვინებს შევუერთდი და ორ კვირაში. ორ კვირაში კარგი, ცოტა დრო არ არის ახლა ორი კვირა. ესეც კაი კადრი არა არის კარგი კადრი. მაკო. ეს რეალურობაში, ფორმაში არა ცეცხლოვანი ქრცვინების. რელიზი მომზადებულია საიტ Mundo Studios-ის მიერ. ფილმი გახმოვანებული. საინტერესო. ესე იგი ეს იყო ლეგენდა კორაზე ციკლი პირველი თავი მეორე. ბაცადეთ. ფოთოლი კარში, ხო, ფოთოლი კარში. კარგი იყო. საინტერესო სერია იყო. მე მგონი პირველ საჯობა. რა ვიცი. ზოგადად ახლა პირველი სერიის პერსონაჟები კატარა აღარ გამოჩენილა, მაგრამ დავალებოთ თავი მაგას, იმიტომ რომ კატარა ეს უკვე წარსულშია, ეს უკვე ანგის დროის ავატარია, ამიტომ ჯანდაბას შევეგუოთ იმას, რომ ბევრად ნაკლები ეკრანის დრო ექნება ახლა ვიდრე ქონდა მანამდე. ლინიც არ გამოჩენილა იმ ფოტოს გარდა ყურა წვავდა. მაგრამ ხო, სავარაუდოდ კი არა და უაჭველი, შანსი არა ტოფის შვილი ასე უბრალოდ გაგვაცნონ პირველ სერიაში და მე დიდი როლი არ მისცენ, ექნება დიდი როლი თუ ამ სეზონში არა, რომელიმე შემდგომი სეზონიდან უაჭველი. თუმცა მე მგონი რომ ამ სეზონშივე. ტენზინის შვილებზე მინდა ვთქვა, რომ ხო იმაზე გავჩერდები, რომ სამივე მმართველია, იმიტომ რომ რატო ასწავლიდა ტენზინი ამ მოძრაობებს. კი, შეიძლება უბრალოდ სულიერად ძლიერები რომ იყვნენ, მაგრამ რავი. მაშინ არ არის აუცილებელი ახლა. ის ბიჭი მართლა ძალიან რამდენი წლის არის, იმიტომ რომ უფროსი გოგო ჩანს ესე 13-14-ის არის თითქოს და შუათანა ახლა ესე 10-მდე იქნება და პატარა ვაფშე უფრო პატარაა. იოი. მაინც ახლა თუმცა ჰაერის ბრძანებლები როგორც გავიგეთ ისედაც პატარა ასაკიდან იწყებენ, აგერანც უკვე 10 წლისას ქონდა მგონი ტატუ თავისი. მაგრამ ხო. რავი. კაი სერია იყო, რაც შეეხება კორას, ხო, ცოტა ჯიუტი არის, ცოტა აპარტავანი არის, ცოტა ზარმაცი არის, მაგრამ ეს ყველაფერი შეიცვლება. თამაშის დროს კარგად, სერიოზულად ვიტყვი, მე მეგონა რომ რეგრესია ექნებოდა ვარჯიში თამაშის გამო. ასე რომ ხო. კარგი იყო. დავიცანით ახალი პერსონაჟები, მაკო, ბოლინი და ეს მესამე ტიპი ხასუპერგონ, რომელიც წავიდა და სავარაუდოდ აღარც გამოჩნდება წინ, იმიტომ რომ კორა ჩაინაცვლა.
ბაკო და ბორინი ალბათ გამოჩნდებიან ისევ. ახლა მაკო ისეთი სახელი ქვია ტიპს, აიროს გამხმოვანებელს ერქვა მაკო და მაგის საპატივცემლოდ დაარქვეს. საინტერესოა, მაგას მოვიძიებ და ვნახავ. ზოგადად კი, საინტერესო, მაკო ცოტა რა ვიცი ისეთი ტიპია. ინდეპენდენტული თითქოს, ინდეპენდენტულიც არა. ცოტა უჟმურია რა. მაგრამ სავარაუდოდ დარწმუნებული ვარ აქვს მიზეზი მაგისთვის და ვნახავთ შემდეგ სერიებში. ბოლინი მაგრად მომეწონა, კაი ტიპია. მადლობა უნდა უთხრათ, რომ კორა თამაშში იღებს მონაწილეობას, იმიტომ რომ ძირითადად ბოლინის დამსახურებაა. ასე რომ ხო, ტენზინი მაგარი გადაობა ტიპია ზოგჯერ. ის როგორ ყვირო და იქ რომ მიდი კორა თუ რაღაცა, არაფერი უყვირია, მაგრამ ხო კარგად ნახეთ რა რეაქციაც ჰქონდა კორამ და ბიჭებმა რომ გაიმარჯვეს. ნახოთ ახლა ფინალური კადრი მაკოსი და კორასი, უეჭველი კორას სიმპათია გაუჩნდა მაკოს მიმართ. შეიძლება ძალიან ადრე ვამბობ მაგას, მაგრამ ხო. რავი, თინეიჯერი ახლა ძირითადად თინეიჯერ გოგოებს ზუსტად მაკოსნაირი ბიჭები მოსწონს. სერიოზული, მიზანდასახული, რომ თავის საქმეში რომ თლიანად იმას აკეთებენ. რა ვლაპარაკობ. ყველაფერს რო აკეთებენ რაც შეუძლიათ, მაკოს სახელიც უფრო ხშირად ითქვა იმაში, რა ქვია, რო აცხადებდნენ რა და აშკარად მანამდე შთაბეჭდილება ჰქონდა, რომ მაკო უფრო ისეთი ტიპია. ყველაზე მაგარი მათ შორის. მაგრამ რა ვიცი, ბოლინიც კაი ტიპია, ზოგადად ახლა ეს სასიყვარულო სამკუთხედები არ გვინდა რა, რომ ბოლინს დაევასოს კორა და კორას დაევასოს მაკო. მაგრამ ხო, მაინტერესებს გავიგო მაგათ შესახებ, იმიტომ რომ მაკო და ბოლინი როგორც გავიგე არიან ძმები და ერთი არის მიწის მმართველი, მეორე ცეცხლის. ვივარაუდებ რომ მშობლები ყავდათ, ერთი ცეცხლის მმართველი და მეორე მიწის, მაგრამ საინტერესოა ეს ყველაფერი. ნახოთ რა მოხდება. კაი იყო. და თვითონ სპორტი მაგრად მომეწონა. არ ვიცი. რეალობაში რო არსებობდეს ბრძანებლობა რო ზოგადად მარტო ბრძანებლობა რო არსებობდეს რეალობაში და რომელიმე სტიქიის მმართველი ვიყო, ეგ გასწორებდა მარტო მაგარად და მერე კიდე ეს სპორტი. ძალიან მაგარია. მაგრამ პროგრესი აქვს კორას. ნახავთ მალე როგორ დაიწყებს ჰაერის მართვას. სავარაუდოდ სეზონის ბოლოს უკვე იმას იზავს და ამუღამებს კარგად, იმიტომ რომ პირველი წიგნი ჰაერი ასე ქვია. ასე რომ ხო, მართლა მაინტერესებს რა მოხდება. თან ამ სეზონში 12 სერიაა. 4 სეზონი გვაქვს ახლა და 12 სერია მგონი. ამაშია 12 და ერთშია 14 და ორშია 13. ხო, 52 სერიაა სულ. ვნახავთ თუ არის რამე სიყურებაც შეიძლება კორაზე ან შორტები ან დამატებითი ვიდეოები ან საპილოტო სერია არ იქნება ახლა. ანგს ქონდა და კორას არ ამგონია ქონდეს. მაგრამ ხო, ყოველ შემთხვევაში დაგემშვიდობებით ახლა. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო. თუ მოგეწონათ არ დაგავიწყეთ და ლაიქოთ, გამოიწეროთ ჩემი არხი, დატოვოთ კომენტარები და ზარი გააქტიუროთ. მადლობა ყველას. ნახავთ შემდეგ ვიდეოში. ბედნიერ დღეს გისურვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ.